მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ხომ ხართ მაგრად? ლომებო. მეგობრებო, ნახეთ ჩემი ნაყოფი, მაგრამ როგორც ჩანს მზე, ნახეთ, მზე ძალიან მოუხდა და რამდენი ნაყოფი გამოიღო. და რა კარგი სურნელი აქვს. მზე ყველაფერს უხდება მეგობრებო და სხვათა შორის კაქტუსსაც, კაქტუსოვან მცენარეებსაც. ეხლა ეს გამოიყოფს ნაყოფს, ასევე მარწყვით. დღეს ჩემი პირველი მარწყვის ნაყოფი შევჭამე. ხო და მეგობრებო, მე დღეს მინდა გესაუბროთ ნაყოფიერ გადაწყვეტილებაზე და იმ გზაზე, რომელსაც გადის რჩეული. დიდი ხანი არ ვისაუბრებ, ალბათ 24% მაქვს დარჩენილი და ბოლომდე ჩავცლი პროცენტებს. ბატარეის რა თქმა უნდა არა ჩემ პროცენტებს. ხო და მეგობრებო, მოდი გავიგოთ რას ნიშნავს რჩეულთა გზა. რატომ მინდოდა ახლა ეს ჩამეწერა, იცით მეგობრებო? ჩემს პირად შეტყობინებებში მომენელისგან, რომ ესე იგი ძალიან რთულ მომენტზე ვდგავარო. ძალიან ცუდი აზრები მიპყრობსო. და მიპყრობს ესეთი აზრებიო, რომ ყველაფრის განადგურება მინდაო, ჩემი თავის განადგურებაც მინდაო, იმ ადამიანების განადგურება მინდაო, რომელმაც ზიანი მოიტანა ჩემს ცხოვრებაშიო და თან ვერაფერს ვერ უშვებიო ამ აზრებსაც და ამ ჩემს მდგომარეობასა და იქნებ შენ რამით დამეხმარო, იმიტომ რომ შენი დარიგებები მე ჩემთან რეზონირებსო და ძალიან მაწყნარებსო და აი ასეთ ხალხზე მინდა ვისაუბრო მეგობრებო. მინდა გითხრათ, რომ გარდა ამ შეტყობინების ამ ადამიანისგან მე მანამდეც ვიცოდი, მისი შინაგანი მდგომარეობა ჰქონდა საუბრები და იმის ნიადაგზე ნახე აი ძალაუფლებისადმი ჩხუბი ბრძოლა ცხოველებშიც ხდება. ხო და მოკლედ მეგობრებო, ამაზე ვისაუბრებ დღეს, თუ რა გზას გადის რჩეული და სად იღებს ის გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების ნიადაგზე მე როგორ ხდება ის მისიონერი. აი ნახეთ, დიდები ებრძვიან პატარებს და პატარები ცდილობენ, რომ თავი იხსნან დიდებისგან. ცხოველებშიც კარგად არის ის წესჩვეულებები, რომელიც ჩვენ შეგვიყვანეს პრინციპში ყველა აცრის დროს. 270 ცხოველისგან გენი შეიყვანოს ჩვენს ორგანიზმში და ეს ორგანიზმი, რა თქმა უნდა, თავისთავად იმ გენს, რომელიც შეიყვანეს, რომელიც ცხოველიდანაც შეიყვანეს, თავისებურად იღებს. კარგ და უარყოფით თვისებებსაც. მოდი, ახლა გავანებოთ ცხოველებს და გენ ტექნიკურ საკითხებს თავი ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ რჩეულებზე და რა დროს იღებს რჩეული გადაწყვეტილებას. როდესაც ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ მის ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, განსაკუთრებულად ყველაზე ახლო ადამიანი, ეს არის დედა, და რომლის წინააღმდეგაც ადამიანი ვერ წავა, იმიტომ რომ ბავშვს დედა უპირობოდ უყვარს და სიცოცხლის ბოლომდე უპირობოდ უყვარს, რაც არ უნდა მტარვალი დედა იყოს ის, რაც არ უნდა ცუდი დედა იყოს, რაც არ უნდა ჯალათი დედა იყოს, რაც არ უნდა უგულებელყოფილი დედა იყოს, ანუ უგულებელმყოფელი დედა იყოს, რაც არ უნდა დედა იყოს, რომელიც არასდროს არ გაგიცნია, ეს ადამიანები ყოველთვის არიან ერთმანეთთან კავშირში ჭიპლარით. ეს არის ზეციური კანონი, რომელიც ზეცაში წყდება და არა ფიზიკურში. ხო და მეგობრებო, როდესაც ადამიანები ირჩევენ, ანუ როდესაც თვითონ არსი, სული ირჩევს ისეთ ვითარებას, რომელ ვითარებაშიც მოდის მერე იგი, რომელ მუცელშიც ის ვითარდება, ანუ ცხვება და შემდეგ იგი იბადება ამ სამყაროში. ეს სული ყოველთვის არის კავშირში იმ ადამიანთან, რომლის მუცელშიც გამოცხვა. და სწორედ ამათ შორის, ამ ორ ადამიანს შორის იმართება შემდეგ მთელი რიგი
მომზადება იმისათვის თუ რა მისია გაკისრია შენ, რა მისით მოხვედი ამ დედამიწაზე და აქვე ირკვევა, თავიდანვე ირკვევა, ფესვებიდანვე, მუცლიდანვე ირკვევა ჩასახვისთანავე თუ რა მისით მოდიხარ შენ. როდესაც ოჯახებში სულერთიას დედა ბიჭს შორის თუ დედა ქალიშვილს შორის ხდება ეს ურთიერთობები, რომ დედა ბავშვს ასწავლის უკიდურეს მდგომარეობამდე მისვლას, ესე იგი ავარჯიშებს ჩვილის ასაკიდანვე, ბავშვობიდანვე თუ რას ნიშნავს უსუსო მდგომარეობაში ყოფნა, როგორ უნდა დაიფერფლო და როგორ უნდა აღდგე. ხშირად სულები, რადგან გარემო იმდენად დაბნეულია და იმდენად დაბნეულ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ გზას ვერ პოულობთ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, გზა არის ქრისტე და ქრისტეს სიტყვებიც დაამახინჯეს და ინტერპრეტაცია იმდენად დამახინჯებულია, რომ ვერ ვიგებ სწორად რას ლაპარაკობს ქრისტე. ყველა არა, მაგრამ ძირითადად სასულიერო პირები ვერ იგებენ ქრისტეს საუბარს, ვერ გადმოსცემენ და ვერ ასწავლიან იმას, რასაც უნდა ასწავლიდნენ, რასაც ასწავლიდა ქრისტე და ამიტომ დაბნეულ მდგომარეობაში ისინი იკარგებიან მთლიანად თავის ბოღმას, რომელსაც ვერ ერევიან და ვერ იგებენ რატომ არიან და აი ამ დიდ ძალას, რომელიც მიეცათ მათ ზეციდან, რომელიც თავიდანვე ჩასახვისთანავე უკვე განპირობებული იყო, როგორც ქრისტე ამბობს, სანამ შენ გაგიცანი უკვე გიცნობდიო, ხომ? სანამ მამა მომავლინა უკვე მასთან ვიყავი, ანუ ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, სანამ შენ შეიქმნები, ხდებით? ანუ შენი ჩამოყალიბება და შენი გზა იგეგმება იმ დროს, სანამ საერთოდ შენ შეიქმნებოდი. და როდესაც უკვე შენ შეიქმნები და შენ აი ამ მდგომარეობაში დიდი ძალის პატრონი ხარ, რომელიც უკვე ვეღარ იგებს ამ მატერიალურ სამყაროში რა ხდება. ანუ რისთვის მოვედი, იმისთვის მოვედი, რომ დედაჩემა დამჩაგროს, მომიკვეთოს აბსოლუტურად ყველა ის ძალა, რაც მე გამაჩნია, რაც მე მომენიჭა ღმერთისგან და ესე უსუსო მდგომარეობაში ვიყოს ცხოვრების ბოლომდე, თუ მოვედი იმისათვის, რომ ჯერ გავიგო რისთვის მოვედი, ვინ ვარ და რატომ მოვედი და რა არის საერთოდ ეს მატერიალური სამყარო, იმისთვის ხარ მოვედი, რომ დავიბადო, წერა-კითხვა ვისწავლო, ჭამო და უკაცრავად განავალი ყოველდღიურად განვახორციელო და შემდეგ გარდავიცვალო? არა, ჩვენ არ ვართ, მეგობრებო, იმისათვის დაბადებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურობაში ჩავიკეტოთ, ხო? ქრისტეც ამას ამბობს. ამიტომ ჩვენ, რადგან გზა დაგვავიწყდა, ანუ გზა რა არის? ფორმულები დაგვავიწყდა, ფორმულები, რომელიც ქრისტემ დაგვიდო, ხო? რა არის? ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ უნდა ვიყოთ იმ დაპროგრამებაში, რომელიც დაგვაპროგრამა დედამ, რომელიც დააპროგრამა დედამ, დედა კიდე სხვამ და ასე შემდეგ, ხო? ან პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად გამოსულია წყობრიდან. და როდესაც ჩვენ უკვე ვიგებთ რა არის გზა, ანუ ჩვენ როდესაც ვიგებთ, რომ ჩვენ მოვედით იმისათვის, ისეთ უკიდურეს მდგომარეობაში დავბადებულიყავით, როგორიც არის გაჭირვება, ზეწოლა, შეურაცხყოფა, უკიდურესი მდგომარეობები, ხო? ანუ საზღვრები გავიცნოთ. იგიცით, მოგეხსენებათ, მე ვარ ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგი და აი ამ საკითხებზე ვმუშაობ და როდესაც უკვე ჩვენს საზღვრებს გვანახებენ, სად არის ჩემი საზღვარი, უკვე ბავშვობიდან, ხო? ანუ ისეთი კარგი დაგვიდეს გეგმა წინ, რომ ბავშვი ძალიან ბევრი სამტანია და ბავშვობაში უკვე გამოგვატარეს ეს გაწორთნა. აი როგორც სოლდატებს ჯარისკაცებს წორთნიან, ისე რომ გამოგვწორთნეს ჩვენ ბავშვობიდანვე, მერე უკვე დგება შენს ცხოვრებაში მომენტი და აქ უნდა იცოდეს შენ როგორც რჩეულმა, რომ როდესაც შენ ესეთი ცხოვრება გაქვს გამოვლელი, რომ უკვე ჯარისკაცად ხარ ჩამოყალიბებული, ხო? დედის მუცლიდანვე და დედის კალთიდანვე, მაშინ შენ ხარ არაჩვეულებრივი რჩეული იმისათვის, რომ მიიღო ერთ მომენტში გადაწყვეტილება. მინდა დავრჩი აი ამ სისტემაში, თუ მინდა შეუერთდი იმ სისტემას, რომელმაც მომავლინა და რომელმაც უკვე წინასწარ მაჩვენა რა არის ეს
ჯოჯოხეთი, რომ შემდეგ ავიდე ზემოთ, ხო? იცით, რომ ქრისტე ჯოჯოხეთში ჩამოვიდა და ამაღლდა. ეს პროცესი ტყუილად არ მომხდარა. ჯოჯოხეთში ჩამოსვლა ნიშნავს სწორედ იმას, რასაც გადის რჩეული დედის მუცლიდანვე. თქვენ იცით, რომ ესეთი რჩეული სულები დედის მუცლიდანვე არიან, ესე იგი გადაეკიდებიან ხოლმე ამ ქალებს და ხან ასე უბნებიან, ხან შეცდომას, ხან შეცდომით დაალევინებენ წამალს, ხან შეცდომ დიაგნოზს დაусმევენ, ხან დაამახინჯებენ და დაასახინჯებენ ხოლმე ამ რჩეულ სულს მუცელშივე. და როდესაც ეს ასეთი ადამიანები აი მათ გადაწყვეტილების მომენტში სიკვდილის სიცოცხლეზე რო დგება გადაწყვეტილებას, რომ არა მე მინდა და მსურს რომ შევასრულო ის საკითხი, რაც მე ზეციდან ამევალა, მაშინ აქ უკვე ხდება ერთი მომენტი. მაშინ აუცილებლად იქვესვავს წერტილს ეს ადამიანი თავის წარსულზე, უკვე იცის რომ ეს იყო სკოლა, ძალიან მაგარი სკოლა, რომელიც უკვე აი როგორც ჯარისკაცი და ჯავშანი ისე ჩააცვეს ამ ადამიანს და უკვე იწყებს თავის ნაბიჯების გადადგმას. ეს ნაბიჯების გადადგმა არის მეგობრო პირველ რიგში ჯერ გათავისუფლება დედის ჭიპლარიდან. სრულიად იმ სისტემისგან, რომელიც ჩვენს გარშემო კიდე არის სისტემა, რომელიც არის აგებული ერთმანეთზე ჯაჭვური რეაქციით გადაბმული სოციალური სფეროს მიერ ჩამოყალიბებული დანგრეული აი ახლა ის კატა, რომელმაც მოკპარა წიწილა და კიდე მოვიდა ეს საზიზღარი, ხედა? დანგრეული მაგას არ გავახარებ მაგ კატას, ახლა უყურე რას ვუზავ. მოკპარა ბლექი. წადი შესაზიზღარო შენ. წადი აქედან. წადი თორე არ ვიცი რას გიზავ. ჩემს თვალწინ მოიპარა პატარა წიწილა, აი სულ პატარა და ძალიან შემაზიზღა თავი ამ კატამ. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით მტაცებლობაზეა გადასული სრულიად სამყარო და დღესდღეობით ადამიანები, რომელიც კეთილი ნაპერწკლით არიან დაბადებული, ანუ გულკეთი, ანუ ქრისტეს ნაპერწკლით არიან დაბადებული და მასში იმ გენმა, რომელიც შეიყვანეს, ესე იგი 1000 გვარი აცრების მეშვეობით, სულიერი და მენტალური დამახინჯების დონით, ხო? მენტალური დამახინჯება რელიგიაში ხდება ძირითადად, სულიერიც ასევე, მენტალური სკოლაშიც ხდება ასევე, სულიერი უფრო რელიგიაში და როდესაც ადამიანმა მაინც შეინარჩუნა ის ნაპერწკალი, რომელიც ქრისტეს აქვს და ის ნაპერწკალი, რომელიც ქრისტემ ჩვენ ჩაგვიდო, ხო, ღმერთმა ჩაგვიდო ჩვენს აი ამ ფიზიკურ რაღაცა მასაში, ხო, რომელშიც სული არის გამომწყდეული და რომელსაც ძირითადად სული ამოქმედებს. აი სწორედ ამ ადამიანებს ეწყებათ ხოლმე განსაცდელები, მერე მიიღონ ეს გადაწყვეტილება დაუსვან წერტილი იმ თავის ჯარისკაცობას და უკვე აკეთონ თავის საქმეები, როგორც ქრისტემ 30 წლის ასაკში უკვე გადაწყვიტა და 33 წლამდე უკვე იქადაგა და გავიდა და სიტყვა გაიტანა ხალხში, თუ ისევ ის როლი მოირგონ, რომელიც მე საწყალი და მე უბედური რანაირი დედა მყავს და რანაირ ოჯახში დავიბადე და რა იყო ეს და რატომ იმატოვა დედამ და რატო აი ბევრი სიტყვა თუ ისევ იმ ერთ ორომ ტრიალში და იმ წრეზე იარონ, სადაც მანამდე გამოიწორთნენ. აი როდესაც უკვე ეს რჩეულები გადაწყვიტავენ, რომ მე მინდა წერტილი დაუსვა და ავიღო ხელში ჩემი ჯვარი რას ნიშნავს, ხო? ჯვარი კი არა ის რომ ყელზე ჩამოვიკიდო, არა მეგობრებო, წერა, ის ხმა ალის, ხო? აი მაშინ უკვე ხდება აქ ტრანსფორმაცია, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. ადამიანი გადის თავის საზღვრებს გარეთ, ტრანსცენდენტალურში პოოვებს თავის თავს, გადის, ესე იგი, ყველა იმ სფეროს და ჩარჩოს, რომელშიც მოქცეული იყო მანამდე. და უკვე იწყებს ახალი ნაბიჯების გადადგმას, როგორც ახალშობილი, ახალ სივრცეში, რომელსაც გვთავაზობს უკვე ქრისტე.
ეს არის სამშვენელის მოპოვება შენს სულშივე, შენს ცხოვრებაშივე და თქვენ კარგად იცით, როდესაც ქრისტე გვასწავლის, რომ ვიდრე შენც ზეცაში დაიწყებ ყურებას, ფრინველები უფრო მალე შეგასწრებენ სამშვენელშიო და ვიდრე ზღვაში დაიწყებ თევზები შეგასწრებენო, ქრისტე გეუბნება იქ არსად არ არის სამშვენელი და სასუფეველი იწყება შენში ახლა და ამ წამს. და უკვე იწყებს ადამიანის სასუფეველში შემსვლელ ნაბიჯების გადადგმას. სასუფეველში შესვლა მეგობრებო არ არის ისე რომ წამოწვე ტახტზე და დაწვე და ვაი რა კარგია ახლა მომემსახურონ როგორც ყველას გონია რჩეულობა რო უნდა ყველას და გონია რომ რჩეულთა გზა ადვილია არა მეგობრებო ახლა უკვე იწყება ის ახალი ეტაპი რომელიც გაიარა ქრისტემ ეს არის უკვე ჯვარცმის მდგომარეობა არა ფიზიკურში რომ ახლა მაინც ჯვარს გაგაკრან და ხელები დაგაჭედონ ხეზე მაგრამ აქ ხდება რომ ხელფეხის შეკვრა, წინააღმდეგობა, მთელი რიგი სოციალური ჯარებისა, რომლებიც გამოწურთნილი და ჩამოქნილი არიან იმისათვის, რომ ამ თავისუფალ ტრანსცენდენტალურ ადამიანებს ხელი შეუშალონ, რომ მას გიჟი უწოდონ, რომ მას სხვანაირი უწოდონ, რომ მას გარიყონ ეს სხვანაირი, აი, ჩემი წიწილების ის არ იყოს ერთი წიწილა, რომელიც მე შევიყვანეთ. ძირითადად მთელი აი ეს საზოგადოება ქათმებისა დაერია იმ პატარა თეთრ წიწილას და ყველამ ნისკარტი ურტყა, იმიტომ რომ ის სხვანაირია, გესმის? და არ უნდათ ის რომ სხვანაირია. და საბოლოო ჯამში ადამიანი ან ერგება სირაქლემის პოზიციას და სხვათა შორის ჩემი წიწილაც ჩაყობდა ხოლმე მიწაში თავს და ტრაქს მიუშვერდა მერე ბოლოს რო ვეღარაფერს მოიგერიებდა ხოლმე. და ამ დროს ანებებდნენ ხოლმე მერე ესენი თავს, აი ეს დანარჩენი საზოგადოება. ან მაგ პოზიციას მოერგება რომ თავი ჩაყოს მიწაში, ან კიდე მოტრიალდება და აი ამ მთელ მასას პირისპირ დაუდგება. გესმით? ხო და აი ესე ხდება ხოლმე მეგობრებო. ან შენ მოიქცევი სირაქლემას პოზიციაზე და ესეც ერთ-ერთი სტრუქტურის ერთ-ერთი ნაწილია რა, ანუ შენ აიღებ უბრალოდ ამ ფენომენს და მოერგები ამ ფორმულას, ან მოერგები იმ ფორმულას, რაც გააკეთა ქრისტემ. გესმით? მოტრიალდები, დაუდგები პირისპირ და იტყვი მე შენი არ მეშინია. ცემე მომკალე არ მეშინია. გესმით? ესეც ფორმულაა. ნუ უბრალოდ გადაწყვეტილება არის შენზე დამოკიდებული, რომელ ფორმულას აირჩევ და რომელ განტოლებას რომელი გზით გამოიყვან. გესმის? საბოლოო ჯამში რა შედეგს დადებ. ასეთი ადამიანები მეგობრებო, ეხლა მე ვისთვის ვილაპარაკე, მინდა გითხრათ რომ როდესაც მე ამ ადამიანს მოვახსენე ის რომ იცი რა, აი ეს შენი ეს მდგომარეობა რომელიც დედაშენმა შენ ბავშვობიდანვე გასწავლა ძალიან კარგად, გამოგწორთნა იმისათვის რომ ახლა გახდე შენ რჩეული, ახლა შენ აიღო შენი ხმალი ხელში და აკეთო ის, რასაც შენი გული გეუბნება, იმიტომ რომ შენ გულში ჩამოდის ღვთიური წყარო და ეს არის ის ზეთი, სულიწმინდის კარნახი, რომელიც პირდაპირ სულიწმინდის მიერ არის ნაკარნახები, ის აკეთო. ან დამორჩილდე და იყო ისევ აი ამ საწყალ მდგომარეობაში, რომელშიც ეხლა შენ ხარ. და სულ იფიქრო, იუდას მდგომარეობაში იყო და იფიქრო, აი მე საწყალი მოვიკლა თავი რა, მე სხვა გზა ვერ ვნახე. ხო და აი ეს მდგომარეობები მეგობრებო, რა თქმა უნდა ამ ადამიანს ძალიან მოეწონა და ძალიან მადლიერი დამშა იმისა, რომ ეს გზა, რომელიც ქრისტემ გვანახა, გავაცანი პრინციპში ფორმულა და მან აიღო თავისი ძალაუფლება ხელში და გადადგა ის ნაბიჯი, რომ არ სურს ამ საწყალ მდგომარეობაში დარჩეს, არამედ სურს მას, რომ ის მზადება, რაც მას გამოატარეს ზეციურმა ძალებმა, რომ ჯარი, ხო, ჯავშანი ჩააცვეს, ეს გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ეს ჯავშანი შეიძლება დროთა განმავლობაში შემოგეფლითოს და ისევ დარჩე უჯავშნოთ და ისევ მდგომარეობაში, მაგრამ ფორმულის მდგომარეობა უკვე გახსოვს. შენ იცი, რომ ეს ფორმულა უკვე არსებობს და ისევ მიმართავ აი ამ ფორმულას, რომ ეს ჯავშანი ისევ ჩაიცვა. არსებობს ესე იგი სხვადასხვა ეტაპები აი ამ დაწინაურების, ხო? თქვენ იცით რომ ღვთის წინაშე ყველა ერთია, დიდი, პატარა, მოხუცი, ახალგაზრდა, ჩვილი და ასე შემდეგ, ყველა ერთია, მაგრამ დაწინაურება არსებობს ესეთი, ნახეთ, როდესაც შენ გამოცდა გაგატარეს
და ღმერთი არავის არ ცდის თუ ის არ არის მოსული იმისათვის რომ ღმერთის მებრძოლია გამოცდას არავის არ უწყობს ღმერთი თუ ის მებრძოლი არ არის ღმერთის და თუ იცი რომ უკვე ბრძოლები გაგავლილი და ჯავშანი გაცვია შემდეგ უკვე იწყება როდესაც შენ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან წერტილს უსვავ შენს წარსულს და აიწყებ უკვე ახალ ეტაპზე ახალ ჯართან შებრძოლებას აი აქ უკვე რა თქმა უნდა იმაზე უფრო რთული პროცესები იწყება და გამოცდები იწყება რომელიც მანამდე გქონდა ეხლა ამას ჩვენ ნუ გავიგებთ ისე რომ აი ღმერთი რა იყო კაცო მაინც უნდა გამოგვცადოს რომ საბოლოო ჯამში მიხვდეს ვინ ვართ ღმერთი არ გვცდის მეგობრებო არავის არ ცდის უბრალოდ ჩვენ განვუცხადეთ ღმერთს სანამ მოვიდოდით თანხმობა იმაზე რომ მე მინდა შენთვის ჩამოვიდე ამ ჯოჯოხეთში განვხორციელდე როგორც ქრისტემ ჩამოვიდა განხორციელდა ჩამოვიდა ჯოჯოხეთში სინათლე შემოიტანა და წავიდა ისევ. ამაზე თვითონ განუცხადა თანხმობა. თანხმობის გარეშე, ანუ შენი თანხმობის გარეშე არაფერი არ ხდება. უბრალოდ შენ ეს თანხმობა შეიძლება მე აღარ მოგეწონოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჯოჯოხეთი ნახო ამ დედამიწაზე და გეუბნება ღმერთი რომ კი, მიდი წადი მაშინ და თვითონვე გაიგე რა არის იქ. გესმის? რამე თუ ღმერთი ეუბნება არ წახვიდე თორე მოკვდები, ხო? არ წახვიდე თორე დედამიწაზე რო ჩახვალ, შენ დაიღუპები იქ. მაგრამ შენ უცხადებ მაინც შენი ნებით თანხმობას, რომ მე მაინც მინდა ეს გამოვცადო. გესმის? ხო და როდესაც შენ უცხადებ ამ თანხმობას, შენ თვითონ ირჩევ იმას. აი როგორც შენ ზოგიერთი ნარკომანი ხო აცხადებს, რომ კი მინდა აი ეს სიამოვნება მივიღო რა არის და მე ვეღარ ერევა იმას. ამ დამოკიდებულებას ამ ნარკოტიკზე ვეღარ ერევა და ჯდება ამ ნარკოტიკზე და არის ბოლომდე სიცოცხლის ბოლომდე ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, ხო? და თუ არ არის ყველაფერს იღონებს იმისათვის რომ მოიპოვოს ეს რაღაც ნივთიერება რომ ისევ და ისევ შეუშვას თავის სხეულში რომ ეს განცდა განიცადეს ხო ამ განცდის მონახდება უკვე ამიტომ როდესაც ჩვენ ჩამოვდივართ უკვე დედამიწაზე და ვხედავთ რაღაც შემთხვევაში ერთ მხრივ ძალიან სასიამოვნოა მეორე მხრივ ძალიან რთულია აი ამ ჯოჯოხეთში ცხოვრება ხო და აი ამ ჯოჯოხეთში სინათლის შემოტანა არის უმძიმესი შრომა აქ უკვე ჩვენ თვითონ აღარ მოგწონს ჩვენი გადაწყვეტილებები ხოლმე ზოგჯერ ძალა გვეცლება და მე უნრისხდებით ღმერთს რომ რა გინდოდა ღმერთო რას მომიყვანე ამ დედამიწაზე ვინ გთხოვა იცით რა ფორმულები არსებობს უამრავი და კითხვაც უამრავი შეგვიძლია ღმერთი გამოვიყვანოთ ესეთიც ცუდიც კარგიც ვეჩხუბოთ ხან მადლობა უთხრათ ხანის მაგრამ ფაქტი არის ერთი ფაქტი ერთია რომ ჩვენ ამ დედამიწაზე უკვე ვართ ხორციელად მოსული ვართ უკვე ვხედავთ აი გარშემო ჩვენს გარშემო რაც არის და იმას რაც არის რასაც ვერ ვხედავთ იმასაც ალბათ მალე დავინახავთ და გვინდა ყოველთვის რომ ვიღაცა სხვა იყოს პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე ოღონდაც ჩვენ არ ვიყოთ პასუხისმგებელი იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ ყველაფერზე პასუხისგების აღება ძალიან რთულია პასუხისგების აღება, როცა შენ შინაგან სურს, რომ სინათლეში ცხოვრობდეს, შენს გარშემო სინათლე იყოს და ამ დროს არავინ არ გიჟერებს. ამ დროს ყველა გიძახი, ამ დროს ყველა გადარეულს და ყველა გიძახი რა არის რა. მართლაც და მართლაც ქრისტე ხო არ ხარ, ხო? აი, გესმით? სად არის მისული კაცობრიობა. როცა მოვდივართ ამ დედამიწაზე იმისათვის, რომ ქრისტესნაირი მებრძოლები ვიყოთ. გესმის? და მე გვავიწყდება, რომ რა მართლა ქრისტეები ხო არ ვართ რა, მაგის დედავატირე ხა, ქრისტე ვარ, რომ ეგრე ვიცხოვრო. გესმის? დიახ, ქრისტეები ვართ ჩვენ. თუ კი გადავწყვიტავთ, რომ ვიყოთ ქრისტეები, მაგრამ თუ კი გადავწყვიტავთ, რომ ვიყოთ ქრისტეები და ჩვენ მხოლოდ მარტო ქრისტემ უნდა გადაგვარჩინოს და ჩვენ ვაკეთოთ მხოლოდ ის, რომ ქრისტე ვჭამოთ, აი მაშინ უკვე ვართ ანტიქრისტეები, იმიტომ რომ ქრისტეს საწინააღმდეგოს ვაკეთებთ. არ ვაკეთებთ იმას, რაც ქრისტემ გითხრა, რომ საქციელებში და ქმედებებში გამოიცდებით, ხო?
არამედ ვაკეთებთ იმას, რომ აი მე ვცხოვრობ და არ ძალმიც, ვერ ძალმიც, რომ ქრისტესნაირი ვიყო და მაგის დედავატირე ქრისტე ვარ, მართლა ესე რომ ვიცხოვრო? ესე უპირობოდ სიყვარული მქონდეს, ესე უპირობოდ გავცემდე, ვიღებდე? არა, ქრისტე მე არ ვარ, მე ვარ ადამიანი და მე მინდა რომ ვიცხოვრო ამ დედამიწაზე და მე რა უკვე იწყება ჩხუბი, რომ აი ქრისტე კი არა ვარ, მე ვერც ვერასდროს გავხდები ქრისტე და რა დროს ქრისტეა და ქრისტე მაშინ სხვა დრო იყო და ესეთ რაღაცებს იმებს უძებნით ხოლმე ჩვენს თავებს. გამოსავლებს, რომ აი ოღონდაც ქრისტესნაირები, ნუ დამაკისრებ ქრისტეს პასუხისმგებლობას რა და ყველაფერს გავაკეთებ. წავალ ვიმუშავებ 24 საათი და გავაკეთებ, კაცო, გამანები ქრისტეს ჯვარი ძიმია, ვიტყვით, ხო? ამ შემთხვევაში მეგობრებო, ისევ და ისევ ვექცევით სირაქლემას პოზიციაში, როდესაც ჩემი წიწილა თავს ჩაყოფდა ხოლმე ბალახებში და მიწაში და მე ანებებდნენ თავს საზოგადოება. იმიტომ რომ შენ უკვე მიწაში ჩაგაყოფინეს თავი, გესმის? აქ უკვე ეგო დაწყნარდა ამ საზოგადოების და გააგზავნა თავისი წონა. შენ აღარ ხარ საშიში მათთვის. შენ აღარ უჭამ საჭმელს, აღარ უსვავ წყალს, აღარ იცილები. მიწაში გაკ უკვე თავი ჩაყოფილი და всё, დაწყნარებული ეგო. რაღაცა უნდა გჩიჩქნონ და ენერგია რაღაცა უნდა. მაგრამ როცა შენ პირისპირ ხარ შეტრიალებული და თვალით უსწორებ, ხო? აქ უკვე საშიში ხარ. აი რაც ქრისტემ გაგო საშიში. იციან რომ ეს კაცი მართალია, იციან რომ ქრისტე მართალია, იციან რომ სიმართლეს ლაპარაკობს, იციან რომ ღვთისმშობელია, მაგრამ თელს ერთ წარწმინდავსო, ჯობია ეს ერთი ადამიანი მოკვდესო და მოვიშოროთო, ვიდრე მთელი ერი წარწმინდავსო და ჩვენ მერე ძალაუფლება დავკარგოთო, იმიტომ რომ ყველანი ძალაუფლება მოსილები უნდა ყოფილიყვნენ მერე ისეთივე როგორც რაბები იყვნენ, ხო? ისეთივე როგორც დღეს მღვდლებიანიან. ყველა ადამიანი არის ერთი პოზიციაზე ღვთის წინაშე. რა პატრიარქობაზე და მიტროპოლიტობაზე არის აქ საკითხი, ხო? ნებისმიერი ადამიანი მიტროპოლიტია და ნებისმიერი ადამიანი არის ქრისტე. მაგრამ რადგან ძალაუფლება უნდა, რადგან ძალაუფლება ასე ძალიან ესე იგი როგორც ნარკოტიკი ისე დამოკიდებული ამ ძალაუფლება მოყარეობაზე ეს რაღაც კატეგორია საზოგადოება, რომელიც ამბიონებიდან გველაპარაკება და რომელიც არ აძლევს ხალხს, რომელიც სიტყვაზეც უნდა იაროს რაღაცა ჯგუფმა საზოგადოებამ, არა ეს არ გააკეთოთ, არა ისე, არა იცრათ, არა კი აიცერი და არა ეს არ წაიკითხოთ, არა ის წაიკითხეთ, არა ესე არ ვქნათ, არა ისე არ ვქნათ, აი ეჩხუბებიან ჩემს პატარა წიწილას ისევ და ისევ, ხო? ხო და საქმე იმაშია მეგობრებო, რომ ეს ძალაუფლება მოყარეობის მოდი ესე პირდაპირ ვიტყვი რა და ნურც შეგწხვებათ და ნურც მოგერიდებათ შემგან, იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნებით მძრეველობა ქვია მაგას. ძალაუფლების მოყარეობის ადამიანებში გამჯდარია ძალიან შორი წარსულიდან. და ეს გამჯერდარობა, რომელიც ადამიანს არ უყვარს, რომ სხვა იყოს მასზე აღმატებული, ან სხვასთან გაუთანასწოროს თავი, ეს მის საქციელებში ჩანს. გესმის? აი მაგალითად ერთ-ერთი ვიღაცის განმარტება მოვისმინე რა, მე მგონი ისიც სასულიერო პირი იყო თუ რაღაცა, როგორ შეიძლებაო ამბობდა ტიპი ამ ნიკოლოზ ნარიმანზეო გააღმერთესო კაციო, ღმერთის დონეზე აიყვანესო და ესო სატანური არისო რა და ის სულ დაავიწყდეთ რომ ის მაგათი წინამძღვარი საერთოდ უწმინდესი და უნეტარესი გახადეს, ქრისტეს ტიტული მიაკერეს პირდაპირ რა და ეგ თურმე არ არის სატანური, გესმის და ის სატანურია და ეს არ არის სატანური. იმიტომ რომ ამათ ძალაუფლება აქვს და იმას რო ქონდეს ძალაუფლება, აი ეგ საშიშია და სატანურია. ხო და მეგობრებო, თავის თავს თვითონ ამ ხელს ყველა საინტერესო სტუმარი მყავდა გუშინ, რომელიც ფიქრობს, რომ ესე იგი ადამიანმა შეუძლია ადამიანს რომ შეცვალოს იმის გონებაში რა ხდება, იმის გონებაში და აი ისინი მართოს, აი აქ შორი გზიდან რა, მართოს. აი ტრამპი მართოს, პუტინი მართოს და ასე შემდეგ. რომ სამყარო მოაწესრიგოს, გესმის? და აი ესეც ძალაუფლება მოყარეობის უნანიზმია, რომელიც
გაფიქრებინებს, რომ მე მართავ და მე მოვაქცევ ამ სამყაროს ისე, როგორც მე წარმომიდგენია, რომ არის კარგი, გესმის? იმიტომ რომ მხოლოდ მე ვიცი, როგორ არის კარგი სამყარო. მხოლოდ მე შემიძლია ეს ვიცოდე, სხვა არავინ. ტრამპმა არა, პუტინმა არა, იმან არა, მე. გესმის? ეხლა არ გიგონოთ, რომ ტრამპისა და პუტინის მადიდებელი ვარ, არავითარ შემთხვევაში. ერთიც ერთი ნაგავია, მეორეც ნაგავია, ანუ ყველა ნაგვები არიან, ვინც ძალაუფლება მოყარეა. და პირდაპირ გვეუბნება ქრისტე, რომ როდესაც მოგეცემა ის შანსი, რომ შენ დაგადგან გვირგვინი და გიწოდონ მეფე, უარი თქვი ამაზე. ხვდები? და აი ეგ არის უბრალოდ ეგ ფორმულა, რომელშიც ეხლა არის თითოეული ჩვენგანი მოქცეული, აი არ მითხრათ რომ არა, ნებისმიერ თქვენგანში არის ძალაუფლების და აღიარების სინდრომი. იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა მეტყვის, არა მე არასდროს არ მიფიქრია. რო არ გეფიქრა, უკვე შენს გარშემო 10 კაცი იქნებოდა შეცვლილი. გესმის? ამიტომ ეს სინდრომი, რომელიც ქრისტემ პირდაპირ დაგვიდო ფორმულა, როგორ მოვერიოთ ამ სინდრომს, არის ის, რომ როგორც კი შენს თავში გაჩნდება ის აზრი, რომ შენ შეგიძლია ვინმეს აზრი შეცვალო, მაშინ თქვი რა, რომ რა უფლებით მე ღმერთი ვარ, რომ ვიღაცის აზრი შევცვალო? იმას თავისი აზრი აქვს. მე ჩემი აზრია. მე სხვისი აზრი კი არ უნდა შევცვალო, მე უნდა დავინახო რა მაწუხებს მე ის თუ რამეს სხვანაირად აკეთებს, ვიდრე მე ვაკეთებ. გესმის? რა მაწუხებს მე ამაში, ან რა მომწონს. და როდესაც ამას მიუხვდებით, მაშინ გავანებებთ ყველა ერთმანეთს თავს, ვამყოფებთ ისე როგორც არის, კი არ ვეტყვით ეს ჩაიცვი, ეს დაიხურე თავზე, ეს ეთქვი, ესე დაჯექი, ესე. არამედ დავინახავთ ადამიანს, შევხედავთ როგორია, მივიღებთ ამ ინფორმაციას, ან მოგვეწონება ან არა და გავივლით. იმას არ დაუწყებთ, რომ შეესეთო, შეისეთო, რატო ზიხარ ესე, რატო გაგშაცმული, რატო ის, რატო ის. გესმის? მაგრამ თუ ადამიანი ახლა შემოვა და გეტყვის, რომ მიმიწიე რა, მიმიჩოჩე და გადაგაგდებს სკამიდან, ანუ არც იქ არ გამყოფებს, სადაც ზიხარ, ამ შემთხვევაში ეტყვი, ბიჭო, კი, მაგრამ რა არის, ვერ ხედავ, რომ მე ვიჯექი მანამდე, მოდი მაშინ გავიყოთ, ერთად მაინც დავჯდეთ. ასე რომ ეგ არის მეგობრებო, ეხლა უკვე მობილური მეუბნება რომ გეყოფ ამდენ ლაპარაკიო, გავშავდიო, ანუ ჯდებიო უკვე და ეხლა მეც დაგემშვიდობებით თქვენ. მე მგონი საკმარისი გესაუბრეთ, ჩემი წიწილებიც განახეთ, მათი თვისებებიც, ხასიათები და უნარჩვევებიც გაგაცნეთ ცოტა და არ გიგონოთ რომ თქვენში ქათმის გენი არ არის. თუ აცრილი ხარ, სულ ერთია კორონათი თუ საყოველთაო აცრებით, შენში ქათმის გენიც არის, მაიმუნის, ძროხისაც, ნიანგისაც და ყველა 270 ცხოველის გენია შეყვანილი. ამიტომ შენში რაღაცა პროცენტით, როგორც ღვთის ნაპერწკალია, იმ პროცენტით ყველაფერია შესული და ან ერთი გახდები, ან ღმერთი გახდები, ან მეორე გახდები, ან ღმერთი გახდები, ან მესამე გახდები, ან ღმერთი გახდები და ან 270 გახდები და ან კიდე ღმერთი გახდები. მე მგონი გამგები გაიგებს, ვისაც ყური აქვს ისმენს, ვისაც არ აქვს, მაინც ვერ მიებმება. ასე რომ გაკოცეთ. წავედი ახლა მე და ბედნიერ დღეს გისურვებთ.